დაგიბრუნდი ძვირფასო ტელემაყურებლებო ავჭალის სათადარიგო ხელოვნური მოედნიდან სადაც ლელო მასპინძლობს არმიას და ამარცხებს მეტოქეს 14-5 საკმაოდ მეტეოროლოგიური პირობები საკმაოდ ხელს უშლის თამაშს არა და პოტენციალი ძალიან დიდი აქვს ესეთი კარგი ორი მომბურთავე გუნდი თამაშობს მაგრამ ამისთან მიუხედავად იყო ტემპი მაინც გუნდები ქმნიდნენ მომენტებს იმის და გამო რომ ხელოვნურზე იმართება ვერ ხერხდება ისეთი ცოტა ზემოდან ტრანსლირება თამაშის და რაღაც მომენტები ცოტა ბუნდოვანი იყო, მაგრამ თამაშია და წინ მეორე ტაიმი გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ნახევრის მოლოდინში ვართ. მოკლედ ნიკა ამაშუკელის ნიშას ველოდებით და დავიწყებთ მეორე 40 წუთს იოსებ ჯაფარიძე და სერგო გაბუნია გავაგზავნებთ თქვენთვის ამ მატჩის კომენტირებას. დაიგი დაბურთი კოლი წამოვიდა. გამორჩეოდა ეს პირველ ტაიმშიც. ნახოთ, შევხედოთ ერთ ხეებს ქარი როგორ მდგომარეობაშია, თითქოს რო ჩაწყალებულია და გონი შეტანილი იყო. კი, შეტანილი იყო, უზაურს გარეთ იყო და დარტყმის ადგილიდან იქნება დერეფანი. ხო, ზოგადად ჩვენთან ლეგიონერებს ცოტა რთული გვარები აქვთ ხოლმე და სულ ამჯობინებ ხოლმე რომ ეს სახელები დაუძახო. იმედია არ მიწყენენ. კი, ზოგადად მათი ესე მიმოთავენ აქ რა ხდება, დაკარგეს ბურთი, ქვათაძე ჩაუვარდა. ჯაში. ბლოკი. კარგი იყო კუნთელია. კარგად გადააზღვია დაცვა. კალდეს შეასკდა თითქოს არა. და ნინიძე უთავს ფეხს. და კი. ისარგებლა ქარით ძალიან მაგრად ამოვიდა. საკუთარ ლელოდან 10 მეტრიან ხაზამდე ამოიტანა. ბაბუნაშვილი 10 მეტრიან დერეფანი ხო ქარმა ოდნავადაც კი არა შეცვლილა ქარის მდგომარეობა, აბა ჩიქოვანი ჩაფხუტი მოიხსნა როგორც ჩანს. კარგი დარტყმა, მაგრამ ნინიძე აი უხერხული დარტყმული იყო ძალიან. აი ესეთი თითქოს ჩანს რომ იოლი იყო ამისაღებ არანაირად არ იყო ესეთი უნდა ამას კლასი ამის ესე დამუშავებას ხუციშვილი ვერ დაარტყა კარგად და სუდად არ დაუყო პირქარში არის ელელო და კარგი დარტყმა კი მე თავიდან მეგონა იქეთ იყო ფაუტი არა შვენიერი დარტყმული იყო ამ პირობებში თამაში დაიწყო არმიას ლელოთი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დაახლოებით მე-15 წუთიდან ლელო მოიპოვა უპირატესობა, ლელო ორი ლელოც გაიტანა, კიდევ ქონდა 1-2 მომენტი. უბრალოდ თუმცა არმიასაც ჰქონდა ტაიმის ბოლოს თავისი შანსი, მათაც ვერ გამოიყენეს, აქ დაიქნია. მაგრამ რადგან ლელოს დარჩა, სწორადაც მოიქცა ნიკა ამაშუკელი, რომ არ გააჩერა თამაში, რა თქმა უნდა. აფციაური სახიფათოა ძალიან. რა კარგად შეტყდა, მაგრამ ეს მისი საყვარელი ერთი დადო მიწაზე ბურთი დააიღო და ხო, ხშირად იყენებს ხოლმე ამას. უზურგს უკანავა, პეტრე ხუციშვილის გადაცემა მორკინალებზე, ცენტრამდე ჩამოიწია ლელომ. პეტრეველი რთულად დაიმორჩილა ეს ბურთი ხუციშვილმა და საბოლოოდ გადავიდა დერეფანში. კი, აუტი აუცილებლად გამოაწვევს არმიამ, თუნდაც ამის შედეგი ბოლო აუტები ფაქტობრივად ყველა გააფუჭეს. აწუხებს ლელო 5 მეტრიანშიც აუხდნენ რამდენჯერმე, ესე რომ ხო, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მატჩის შემდეგ 4 საათში, ხო? კი ბატონო. 2 საათში 18 საათსა და 0 წუთზე დაიწყება ხვამლისა და ხარების ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება შეგვიძლია აღვნიშნოთ. აქ ხარშილაძეს რა ბოჭა გაუკეთეს. თუმცა გადაარჩინა ბურთი არმიამ, გადაარჩინა კი. მიაშვილი შორი და მშვენიერი დარტყმა გამოუვიდა კოტიკოს. ხო, ვიძახდი რომ ხვამლის და ხარების მატჩი გაიმართება ამ დროისთვის ხარები 38 ქულით მე-5 ადგილზეა, ხვამლი კი 37-ით მე-6 ადგილზე. მოკლედ ასევე უაღრესად დაძაბული შეხვედრა უნდა გამოვიდეს და ვიმედოვნოთ რომ ხარი ჩადგება, რადგან იმ მატჩად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რომ ეს კარგი თამაში გამოვიდეს. ორივე ძალიან კარგი მობურთავი გუნდია და
კი, და სხვათა შორის ეს თამაში ხალხამ თუ მოიგო, ბოლო ტური იქნება, რა ვიცი, მე მგონი ყველა თამაშის წინვიშო, აი ესეთი თამაში აღარ იქნება დარჩენილი, რომელსაც არ მნიშვნელობა არ აქვს. საჭერზე წამოვა. ხო, თან ვიცით რომ ბოლო ტური მართება ერთ და იგივე დღეს და ერთ და იგივე დროს და სულ არის ხომ ეს გადახვა ტელეფონში ყურებები და აი იგებენ და წილკივილი მიდის. მაგრამ აი ხანდახან არის ხოლმე რომ არ ეუნებიან ხოლმე მოთამაშეებს სპეციალურად, იმიტომ რომ თავის საქმე გააკეთონ და ეს ფსიქოლოგიურად არის მოქმედოს. მე კი გეტყვით რომ უკვე პლეიოფები დაიწყება 12-13 აპრილს, მე-13 ფინალები იქნება. შემდეგ შესარჩევი და გასავალი ფინალი იქნება 26-27 აპრილს. წინასწარი ფინალი გვექნება 3-4 აპრილს და უკვე 10 მაისს გაიმართება უკვე ფინალი. ბაბუნაშვილი ისევ კარგი აუტილელოს მაისურაძე ახლა მშვენივრად. მოლი აი, ნოდარ ჭეიშვილის ესა რო ქოიავას ორთაბძოლა. და არტყაწია საბძოლო როშიმა, თუმცა კარგი აღება ძალიან გელაშვილი. არ გაჩერდეო ეძახთრე, მაგრამ შეაჩერეს საბოლოოდ ლელოელებმა, თვითონ წამოვიდა საულა. შებუჭე საბოლოოდ საკმაოდ ჭანიანია. ლეგიონერის ეს სიაშვილის რა კარგი მიძალება. გადაყრა მშვენიერი იყო. აქ წინ თამაში. საბოლოოდ კარგმა ხისტმა დაცვამ შედეგი გამოიღო საბოლოოდ და ვიხილოთ მორი შერკინებაში არც ისე კომფორტულად გძრომდნენ პირველ ტაიმში გუნდები თავს, ნახოთ მეორე ნახევარში თუ დასტაბილურდება. კი, აი რაშიც დღეს ლეო გამოჩეულია ეს აგრესიული დაცვა, ძალიან კარგ ბოჭოს უკეთებენ ისინი მეტოქეს. აბა ნახოთ კუნთელიას და კვათაძის ხედით შეკინება. ნე ამ ზონაში ყველაზე მარტივად გასარჩევი არის ამ სტადიონზე. კი. გამოვიდა ბურთი. ტრადიციულად მეტრეველის წამოსვლა, რამხელა მანძილი მოიგოს, შეაჩერეს საბოლოოდ იაშვილის თიობს ბურთზე დაждომას და ამ მოიგო კიდევაც, მაგრამ გვერდიდან შესულა თურმე აქამდე. მანამდე ლელოელი მორაგბე კი და კარგი შეტევა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ყველაფერს, ეხა შეუძლია არმიას შორს გადაიტანოს. ნინიძე გაიხედა მარჯვნივ რა თქმა უნდა, სწორედ იქეთ დაარტყამს აუცილებლად. ესეც არის, მივიდა 22 ხაზთან, კარგი დარტყმული ძალიან. შევიდა კიდევ 22-ში. ხო, ახლა ვიცით რომ ზურგის ქარში არმიაა და ნახოთ როგორ გამოიყენებს ამას. ცვლილება აქ იბრძოლა მაისურაძე, მაგრამ დაიტოვა საბოლოოდ არმიამ ბურთი. იაშვილი, ისევ საულა თამაშგარე კი ბატონო. ჯარიმის უპირატესობით სარგებლობს არმია ხარაზიშვილი შემოსულა ამასობაში 10 ნომრად.
ამოვაგლიჯა ქუნთელია, მაგრამ ჯარიმის უპირატესობით სარგებლობდა არმია და დაუბრუნდება. საინტერესოა რა სიავს ახლა არმია. კარში დაარტყავს თუ ითამაშებს ლელოზე, კი, რაღაც გიგოლაშვილი ენიშნებს რომ ლელოსკენ აღნიშნა. აუტისკენ უბრალოდ ლელოსკენ ლელოს დადება გვინდავე. დაახლოებით 7-8 მეტრში ლელოდან. ახოთ ის ერთ-ერთი მოლითადო არმიამ, თუმცა მის შემდეგ წესია დაუტევი ერთ მოიგეს მოგხსენებათ, კარგი მოგებაა საჭირო რომ თუ გინდა მოლი ააგორო. ნახოთ, ლიქვათაძე ბურთით. მოკლეზე აგდეს ჭეიშვილი, მოლი. კარგად იცავს ლელოთაოს ჯერჯერობით, ღერძი იცვალა. არმიამ და მიაწვენ ახალი ტაღა აგორდა და გაიტანეს კიდევაც ლელო, თან ნიკამაშკომ აშკარად ხელი გაწიათ უპირატესობის და აქ დიდი შანსი იყო იმისა, რომ არ გაეტანა ლელო არმიას საჯარიმო ლელოს დასულიყო და ყვითელი ბარათი პლუს ალბათ ეს უკეთესი გამოსავალი იყო ლელოსთვის. ამ შემთხვევაში და 14 დათი. კი. უკვე და შევიდა ერთი ლელოს სკვარში. არმია ლელოები 2-2 წინამდე ალბათ ამ თამაში გაჭირდება ბონუს გულის აღება, რომელიც გუნდისთვის გვინოს შეტევის ბონუს და ნუგეშის გულის შანსი ნამდვილად დიდია. ხედავთ კულაკუ ძალიან დაძაბულია. ხარაზიშვილი უტყავს? ხარაზიშვილი უტყავს, არ უტყავს ნინიძე. უთებ ნინიძე რო დაარტყას მარცხენა რო რაცა. ძალა არის ფეგურჩი რო ჩულობენ ხოლმე ხო იცი პენალის 11 მეტრიანის დარტყმისთვის არა მე უნდა დავარტყო ჭიდაობა რო დაეწყო. ოკეი. თუმცა რაშიც ყოფილი იშვიათად, მაგრამ არის შეთხო რომ წასულა ის კამათი შევაღია და რა მაგრამ აი მე დავარტყმო. მე არასდროს არ მინახავს სიმართლე რო თქვა. რა თქმა უნდა, რა ისეთ სპორტია ზოგადად ეგოიზმის კლავს მაქსიმალ ჩენში, იმიტომ რომ მარტო ერთი თამაში ბრავს. როცა თქვა ჩენ შეგიძლია ფეხბურთში, კალათბურთში, მარტო ათრიო ბურთი, აქ რაგბში თუ გუნდელი არ მოიხმარე, ვერაცა უნდა მაგარი იყო, ვერაფერს ვერ ისა. აქ წინ თამაში. შეცდა რესტარტზე არმია თან უნდა გავიხსენო ტაობათომი საჯე 2-2 წინ და იქ ტაოს ერთ-ერთი ლეველ შემდეგ ტაოს პირველ მხარეზე მოსაბუხრიკიძემ დაარტყა გარდასახვა და შვედივრადაც შეასრულა უნდა აღნიშნო და არავის არაფერი არ უთქვას მანამდე რომ არ დაარტყა რამე მსგავსი თან გაიტანა კაცმა შერკინება ნახოთ ეს კარგი ზონა შესატევად ლევოსთვის თან ნახეთ რომ კარგად იდგა წინა შერკინება გავიდა ბურთი მარტივად და როგორც ჩანს დასტაბილურდა აბა ესეც კარგად არმია აწვება ფოსტონან გაიტანა გოთაიძემ ხუროშვილი ეს კარგი გადაცემაა თითქოს ხო ცირეკიძე მოიხელთეს ცირეკიძე საბოლოოდ მაჭარაშვილს შეაჩერა ხუროშვილი ხოიავა მივიდა ხვათაძეზე აქ შეება საფი ბურთი ბაბუნაშვილი თუ ავწდები არა წავიდა მიწაზე აქ არმიელი ვერ ითამაშა ბურთზე ვერ ამოიღო ნო აქ დომინანტი ბოჭოჭეიშვილისგან უჯარი მოთაჯერჯობით არმია ხოიავა მივიდა თავის მეგობარზე ო სანდრო თუ ავწდები ნოდარნოდოს მეჯვარეა და აქ ჩარჩენილია და შევა გამოწიოს ნიკამ ხელი არა როგორც ეს ბურთი ხელმისაწვდომია ეგრე მარტივად არ გაიცემა სანქცია ღანიაშვილი თორემ კარგი დელო გაიტანა ღანიაშვილმა ბათუმთან თუ ახსოვთ მოიპარა რაკიდან აქ არის უცე საქმოც და გვიჭირს ვერ ხვდებით იქ რა შანსი არსებობს როცა იშლება ბურთი
წინ ვერ მიდის ლელო ჯერჯერობით, აი ხა თითქოს ცოტა უკეთესი დარტყმა იყო. ხუროშვილი, ქოიავა, ბაბუნაშვილი ათამაშა ეს უკვე კარგი იყო ძალიან შეიყვანა ინტერვალში. აფციაუს ეს უყვარს აქ მივიდა თვითონ მორკინალის როში ასე ხშირად რაგთან ნახავთ მას. ხო, რაც დღევანდელ რაგბში ფრთებს ახასიათებთ, უყვართ, ესე ვთქვათ. ხაზე გავიდა. ერთად იგოს არდგანა, ჩიქოვანი. კარგი ბოჭოა საჩე ბოჭა ხარშილაძე. არა. ახლა როგორ ჩანს გამოუვარდათ და დაკარგეს ეს ბურთი. ლელოელემა და საპასუხოდ იაშუმა ესეთი შორი ფეხით განმუხტა სიტუაცია. კი, გაიხედა მაჟნი, ვიცოდა რომ ქარი იქეთ უბერავდა და შვენიოთ და გამოიყენა ეს მომენტი, ისარგებლა და ზეოცელობა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა რჩებიან ისინი მეტოქის ნახევარზე წამოვიდა უკვე ცვლილებებიც. რა ხდება, ცოტა პატარა პაუზა გვაქვს. უცებ გადავხედოთ მე-17 შედეგებს, პარასკევს ბათუმმა უმასპინძლა ყაზბეგს და დაამარცხა 55-17. კარგი ფორმაშია ძალიან ბათუმი, ფაქტიურად ყველა თამაშებს ბონუსით იგებს. არესმა აი ასაც კი ბონუსით მომგო სახში. და დიდი გველოდება ძალიან დაძაბული აიას ყველაზე დიდი წინამდებობა კი არა ერთი თამაში ბონუსით მოგო მეორე პირველ თამაში ახლოს იყო გამარჯვებასთან თუმცა აღნიშნეთ რომ მეორე თამაში აიას აქ და ბევრი ვორაგბე ასე რომ მოკეთ არისმა დამსხა და მოკეთ აია პარის და ბათუმი იბრძოლებენ ამ პირველი ორი ადგილისთვის ბოლო ტურში არისმა და აიამ უნდა მოიგოს თუნდაც დარჩენ პირველად მეორე ადგილზე აქ კარგი მოლილელოსგან თუმცა გაჩერდა კი, ერთ გაჩერება შეუჩერა არმიამ, იმის თამახეთ რომ კარგი სვლა ქონდა თავიდან. ამოლს აბა. ათამაშა კარგად მეტრეველმა ისო ქოიავა. აქ რა ხდება? არა. უკანო. კარგი მოძრაობა უთაშვილი, ანუ ამუშავა ფეხები. გადავიდა ლეო თავის ფაზურ შეტევებზე. აბისაძე გამოჩენილა მომენტზე ამასობაში. აი ეს კარგი წამღები ბურთი იყო. თაზე რა ხდება ვინ არის აფციაური? კარგად გადაავს ეს არმიელი მარტატოვეს სივრცე. და როგორ ჩანს ხო რაკი იყო და აქ უკვე აღარ შეეძლო ბურთზე გაშვება და მე აღება და წაღება, რადგან ის შეიძლება როცა ბოჭვა არის და როცა რაკია უკვე ამის უფლება აღარ აქვთ მოთამაშეებს. ძველი დაზიანება. დაიცვა არმიამ ცოტა პატარა შტურმის თან თავი ორი შეტევა მოიგერიეს და ნახოთ ეხლა თუ მიეცებათ ჩასვლა რომ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. მომხარეს ვერ დაარტყეს შორს და აუტი. ახლოში ჯერ კიდევ თავის ზონაში თამაშობს არმია. კარგი აუტი. აქ მოედანში უნდა დაარტყან ბურთი, ესეც არის. აქ შეცვალა არჩვაძემ შეტევის მართლობა, ის კარგ ფორმაში უნდა იყოს, რადგან ახლა ჩამოვიდა შვიდკაცანა ნაკრებთან ერთად იყო სამხრეთ აფრიკაში. კი, კარგი მოშვიდკაცია, საკმაოდ. და დააგრძელა რაკი ხო ხუროშუმა. შორს დაარტყა საკმაოდ და აწევა ძალიან კარგი იყო ველოსვიდან და ვინ იყო ეს კარგად გამოცვლილი. თუ არ ჩავარდა არმია, ჩავარდა.
კარგი წნეხი განახორციელა ლელომ დარტყმის შემდეგ, კარგი ბოჭვა იყო, წნეხში იყო არმია, დაცვა გადამყრელებმა ვეღარ მოახერხეს კარგად მობილიზება და ლელომ მოიპოვა ეს ბურთი. ცირეკიძე კი ესთება რომ დერეფანში გავიდეს და კარგი პლასტარბი შეუქმნა შესატევად ლელოს. კიდევ ერთი მცდელობა დიდი ღმელებს ორი ხელით არ ახდა არმია ბაბუნაშვილი აკონტროლებს აქ ცოტა წავიდა კარგად არ ელსებზეა არმია განმოდის ბაბუნაშვილი უკან კარგად დაიცვა მაინც იმის და მიუხედავად რომ ქონდა უპირატესობა ლელოს საბოლოოდ გაჭედეს ბურთი. თავი პირველი მონაკვეთი კარგი იყო ამ მოვლის და შემდეგ უკვე დარჩა მარტო ბაბუნაშვილი და აი აქ უკვე შეუძლია აქედან შორს გავიდეს ხარზე შორს ნამდვილად ახლოს არის ქარია თან გამოიყენოს მაგრამ არ გამოვიდა ეს ვერ გადაიტანა კი ბატონო ხო ძალაზე გააკეთა აქცენტი და იზანო რა გამოიცა ხუროშვილია თუ არა ეს ყოფილი საბა არჩვაძე იყო და წინ თამაში რა უკორ მომენტში დაუვარდა წინ ბურთი ქევხიშულ საბა არჩვაძემ როგორი შეტევა შემოგთავაზა კი ხო საინტერესო მორაგბია ახასიათებს ეს რაღაცეები და გადარჩა აქ არმია და შედის თამაში განუწყვეტ ფაზაში უკვე 20 წუთი დარჩება ნახოთ შერკინებაში ხა თუ ბარბაკაძე შემოსულეს ხა ნომერზე ბარბაკაძე საკმაოდ არაორდინალური 9 ნომერია. უყვარს მას შეტევების გამწვავება. ზღვარზე თამაშობს ხოლმე ხშირად. არმაზი საღზდილია მოიხსენებათ. არმაზი რომელიც მეორე ლიგაშია ამჯერად. კი, რეგიონულ ლიგაში და პირველზეა. კი და ძალიან დიდი შანსია რომ ამოვიდეს. აქ მიაწვა არმია მოიხსნა თუმცა და არის აქ შეუძლია კი ბატონო ეს ფიჯურა დაიღო ზონაში და დაკარგა ბურთი არა ჯარიმა იყო მანდა დაჭერისთვის თამაშგარეც იყო და მოკაჩვაც უბურთოზე როგორც ნიკა ამაშკო მოგვაჩვენა ნინიძე ჯეი ვაისაკი შემოსულა როგორც ჩანს ნინიძე ჯესემაროვია სწორედ ძალიან კარგად გადავიდა და როგორც კი კარგი ხანიანი პაუზის შემდეგ არმია მეტოქის ნახევარზეა ო არმიას ასევე ლუკა კეშელავა წავს მარკაფაში კი ძალიან კარგი სეზონია აქვს ლუკას ბარბაკაძე არ არის ბარბაკაძე არ არის საერთოდ საერთოდ დასვენებენ აქ დაკარგა წინ თამაში იყო არა კოლი კარგად იძალება ხარშილაძე ჩავარდა არა ამოიღო და მერე წავიდა მიწაზე ბაბუნაშვილი
უაჩებო ჭაჭეიშვილო, მაგრამ გააჩერა საბოლოოდ. არ უნდა ითამაშოს არმიან ბურთზე. როგორც ჩანს ლელოელები იჭერდნენ ჭეიშვილს და არ აძლევდნენ გადაგორების საშუალებას. აი ამაზე მიუთითა ნიკა ამაშუკელმა ხუროშვილი. აქ ცოტა რაკში დიდი ქაოსია, საბოლოოდ ხუროშვილი ფეხს უტყამს. ბარბაგაძემ აიღო. ნინიძის შორეული დარტყმა. და რა როგორი შეცდომა, კი შვიათი ქეხიშვილისგან. კი. ძიმე სიტუაცია ამოვიდა არმია ფაქტობრივად გაუმართლად ძალიან. აი ხედავთ ანდრონა ხუცრიშვილს, ის კაპიტანს. რო გააჩერა ნიკა ამაშუქმა ტრავმა არის როგორც ჩანს. ო რაღაცა. შეგარად სავარო ტუნის შეტყევასთან გვაქვს საქმე ისე. კი, აქ დიდი ალბათობით ვეღარ გააგრძელებს მაინც. კენჭაძე. ახსენეთ ჩვენ რეგიონული ლიგა, პირველი ლიგაც, კაი გადავხედოთ პირველი ლიგის მდგომარეობას, აქ გორი ლიდერობს ძალიან დამაჯერებლად 14-დან 14 გამარჯვება, ამ 14-დან 11 მათ მოიგეს პრემიალური ქულით და აი ქვევით უკვე საკმაოდ ისეთი ბრძოლა მეორე განსაკუთრებით მეორე მესამე ადგილისთვის ციქარა ვებხვები დაძაბუდაბისო მეოთხეზეა წყალტუბოს დინოზავრი შენიკ რუსთავი სადაც ვებხვება დაამარცხა კი გუშინ და ნუ ბოლო ადგილზეა ახაც უიმედო მდგომარეობაში ჩანს აკადემია ლაშარი რეგიონალი ხასაც შეეხება აუნშეთ თუ აღმოსავლეთი ორი დივიზიონია დასავლეთი და აღმოსავლეთი დასავლეთ ლიდერობს სამტრედის ფენიქსი 6-დან 6 მოგებით ხოლო აღმოსავლეთში მარნეულის არმაზი ნუ აზიზუბნელები უფრო ალბათ აზიზუბნის უნდია ვიდრე მარნეულის და აქ მეორე ადგილზე არის საკმაოდ ახლოს 10-დან 9 მოგებერთი წაგება ქვემო ქართლის გარდაბნის გუნდი ნუ აქ მცირე პაუზა გვაქვს და რა თქმა უნდა აქ ალბათ სასწრაფო ვარ გახდება საჭირო ალბათ თითქოს ისეთი პაუზაა ხო ძიმე ტრავმა აშკარად იმედია წამოდგება თუ არა და ხო მაშინ ცოტა დრო მოვკლათ საქართველოს ნაკრებზე ვისაუბროთ რომელიც მოიგო ერთი კვირის წინ ზედიზედ მერვედ ხოლო ბოლო 15 წელიწადში მე 14 ჯერ 1000 და ეს გამარჯვება მით იყო აღსანიშნავი რომ პირველი იყო როდესაც საქართველოს ნაკრებს ისე მოიგო ტურნირი რომ ჯარიმა კარებში არ დაგვიტყამს რაც ხო ნუ პირდაპირ დომინაციის მაჩვენებელია თუ რა ხელა სხვაობა თითქოს უკვე იზრდება კიდევ უფრო და უფრო იზრდება და ეს რა თქმა უნდა არა სასურველი გვინდა რომ ცოტა მეტი წინააღმდეგობა მივიღოთ URC გვჭირდება სასასტრაფოდ და ყველაზე რეალური
ვარიანტიც ეს არის და ძალიან დაგვეხმარება, აი ძალიან ვფიქრობ, რომ აი ძალიან გაიზრდება ამით რაგბის პოპულარიზაცია. როგორც საქართველოში ჯერ რა თამაშებს ვიხილავთ, წარმოიდგინე როგორი მოთამაშეები რა გუნდებს ვიხილავთ, როგორი მოთამაშეები ჩამოვლენ ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესე ფრანჩიზები მოკლედ ძალიან ხო, კენჭაძეს კი ისე დაუფიქსირეს და უსურვოთ მალე გამოჯამთელება და დაბრუნება. სერიოზული არაფერია. ხო, თავის ფეხით გავიდა. კი, ეს ყოველთვის უკეთესია, რა. ხშირად როცა ვთქვათ, თუნდაც მოთამაშე გაყავთ ხოლმე გამყვანით, ხშირად მოთამაშეები თქვათ აჩვენებენ ნათესავებს, ხელცემენ რომ ანუ აგზნობინე მე რომ ულაიქებენ. კი, კარგად არის, ვთქვათ. ხო, წარმოიდგინე UFC-ში შესვლით არა მარტო კარგ თამაშებს ვიხილავთ, არა მარტო გაიზრდება პოპულარიზაცია, ის მსაჯებისთვისაც ძალიან კარგი იქნება. კი, თქვენ მოგვეცემა შანსი რომ ვიმსაჯოთ UFC და ღარმიას რა მოლიქონა, უბრალოდ თვითონ წავიდნენ აშკარად კი ბატონო. თუმცა შევიდნენ 22-ში. გადმოეწყო აქ უკვე შეკინება და წავიდა ქვათაც. აქ წინ თამაში? არა. მაგრამ არა შეტევა დამაჯერები რა თქმა უნდა. არ არის წამყები ბურთი. აქ ცილოს წეიშვილი გადაყრა და საბოლოოდ გაანთავისუფლა. აქ ხარშილაძე, სესიაშვილი, აჭარაშვილი რას მოიფიქრებს შიგნით წავიდა საბოლოოდ. შეაჩერა არჩვაძემ. და აქ წეიშვილი შეცდომა. და ამოი კი ბატონო, ძალიან კარგად განსაჯა ამოშვენი გამოშკომა ეს მომენტი. ცდილობდა ლელოს ბურთის ამოღებას, დაუფლებას და არ განათავისუფლეს შესაბამისად ეს უკვე ჯარიმად კვალიფიცირდა. კი, ანუ ეს თქვა და რაც ჩანს ეს შეტევებში. და თამაშისთვის უკეთესია, მოდი. ვაღიაროთ. რა თქმა უნდა. არმიას უჭის ძალიან ღია თამაში ბურთი წინ წაღება და აი მოვლებში მათი შანსი თითქოს ამ ეტაპზე ესე ჩანს. ნახოთ თუ რამე შანსი ჩაუვარდება სხვაგან ჩეტევა რამე. ხო, როგორც ჩანს ქარი აქ მარცხნიდან ჩვენგან მარცხნიდან მარჯვნივ უბერავდა და ვერ გადაიტანცირებდა შეცდომა. არა მოვიდა ქვათაძე. აი წამოვიდა და ხარიჩი და არტყა მაგრად. და აქ შეიძლება გაიშალოს. აბა. ხო, წინ თამაში. ეს სიტყვა თუ წააგო არმიამ ეს თამაში და ბოლო დროში ვერ მოახერხა გამარჯვება და მე-6 ადგილზე დაждდა პლეი-ოფში, ხო, ესე რომ აღნიშნოთ. ვფიქრობ, რომ უხერხული მეტოქა იქნება მესამე ადგილისთვის, რადგან ბათუმში. ხო, ბათუმში პოტენციალს გადავწყვიტეთ. უხერხული მეტოქე იქნება. როგორც ერთი ასევე მე ლელოც რო გავიდეს მე-6 ადგილზე. ლელო დასამარცხებელი არა. თან ჩვენ ნახეთ რომ ლელომ დაამარცხა სამი ტურის წინ ბათუმი ამავე სტადიონზე. მოკლედ ძალიან საინტერესო პლეი-ოფი გვეღოდება ჩემი აზრით. როგორც საყურებლად, სამსაჯოდაც დააღნიშნო. კი. დრამა ანუ გვაქდება ნამდვილად. კი ბატონო. ნერვიულობა, განსაკუთრებით გუნდებს ნერვიულობა. ჯერ მოდი ბოგოტური გადავაგოროთ და მე ვილაპარაკოთ. სწრაფად გავიდა მაისურაძე მოეხსნა, გააკეთეს დარტყმა. ცირეკიძე კარგი პასი. აი ეს კლასი აქ ამბიც რა. ტექნიკა, ტყელი, ესე გამჭოლი გადაცემა გააკეთა, ქოიავა. მოვიდნენ პირველ ხაზელები, გააგზელა. და ჩავიდა. მალევე გადაყარეს და რა თქმა უნდა ეს მალე არ დაისწუნებოდა ეს ჯარიმა. სამთარაძე როგორ მოიშორა გიგოლაშვილი. არასწორი მხრით შევიდა თენგო. ქოიავა. მაისურაძე. ხანიაშვილი. კარგი პასი. კარგად შევიდა აფცია. ხო, ფეხებში შეგვიჭრა. ხო, ალბათ შეიძლება და აფცია უთას გაიტანა გადაცემა. ამთარაძე. კარგად უტევს ლელო. ყოველთვის უფრო ეფექტური მათი შეტევა ვიდრე არმიის ასეთი ტიპის შეტევა. ხო, აი აქ თუ ლელო მოახერხა ლელოს გატანა და დაკარგეს და მაგარი ბოჭვა მოხდა ქოიავას ორმაგი.
გოლაშვილისგან და ჭეიშვილისგან. საინტერესო იქნება მათი კომუნიკაცია თამაშის დროს. სულ რაღაცას ეუნებიან ერთმანეთს ალბათ. შერკინებაში დაით ცოტა მიწოლაში მე მგონი დომინაცია აქვს არმიას ერთი კარგი რამდენიმე კარგი მიწოლა გააკეთეს. ნუ ეს ამ ზონაში თამაში რა თქმა უნდა ლელოსთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ კარგი იქნება მათთვის თუ გარდაჯერიმდებიან. ხდება, გავიდა ხარაზიშვილი და შორს დაარტყამს. კარგი დაარტყა მე მგონი. არა, ვერ დაარტყა კარგი. შორს დაარტყა, უბრალოდ ცუდიც არ იყო. და არჩვაძე კიდევ ერთხელ გამოჭრა. ხელა უპირატესობებს აკეთებს აბა არჩვაძე თავის სისწრაფის სწორი ხედვის ხარჯზე. კი. შვიდკაცაშიც გამოიჩა უფრო ისეთ მოთამაშე, რომელსაც შეუძლია არასტანდარტულად რაღაცა გაჭრას აქ და ჯარიმა რა თქმა უნდა. ვერ გადაგორდა გიგოლაშვილი და ამ დროს საჯის უცდილობს რომ აცადოს გადაგორება მოთამაშეს, მაგრამ ამ დროს არ უნდა მოვიდა შენიანი და ბურთზე არ უნდა ითამაშოს. აქ უკვე უშანსო ტოვებს საჯს რომ დაგაჯარიმოს. ნახოთ რა გაწოს მიიღებს ლელო. კარები არ მგონი რომ ძალიან ისეთი ხარია აქ შეუძლებელია გატანა. მარჯვენ ვაპირებს სირეგიძე დაარტყოს თორსტები. კარგად გადადის პრინციპში სირეგიძე ნუ აქ. მივიდა 22-თან და ამასობაში უკვე 10 წუთი მატჩის დასრულებამდე. აქ მოიპარა ბურთი არმიამ. თუ ბურთი ვისია? დარჩა ლელოს ისე. აისურაძე. და მოვარდა ისე მოკლედ ბევრი შეცდომაა ძალიან მეორე ტაიმში განსაკუთრებით. ჯერ ლელოსია? ხო, აი ამას აჩვენებს, რომ ამოგლეჯვა იყო არმიელებისგან და ამ ამოგლეჯვის დროს წავიდა ლელოს მხარეს ეს ბურთი და შესაბამისად ითვლება ესე რომ არმიისგან წავიდა წინ და იქნება წინ თამაშის და ვიხილავთ შერკინებას. ეს ღუძაძე შემოსულა ამასობაში ვორდები. წაფი ბურთი გაიტანა მაისურაძემ, მივიდა ვინ იყო ეს ვერ დავინახე ბურთი. აი აქ შეიძლება? არა. სრულჩვენება იყო აფციაურზე არ გაატანა ბურთი თვითონ შეუტია არჩვაძემ აბა ქოიავა ღანიაშვილი ორმაგი ბოჭვა დაჭირდა მიშეჩერება ზამთარაძე დამშვიდებისკენ მოუწოდებს ნორიგი მიძალება ქოიავა დარჩა ფეხზე ზღუდაძე ხალი დასვენებული ფეხებით და შეცდომა. ნუ დაკარგეს კიდევ ერთხელ. გამოვარდა შეცდომა იყო იქ ბურთის პრეზენტაციის დროს. ხო არ უნდა ითამაშა ვაჟა მაისურაძეს, რადგან ქეხიშვილი ჩავარნილი იყო ხელით მოაკ არმიას. არაფერს დაარტყამს აუცილებლად ნიძე შორს. ხო შეიძლება და ხელით რადგან ქოიავა ყავდა წინ. და აქ ნუ ამოვიდა ცენტრამდე.
არმია. არა, ცენტრამდე არ ყოფილა, მანამდე 11 ხასთან. თუმცა განმუხტეს ეს სიტუაცია, ნახოთ ეხლა თუ შეძლებენ უწუღებას, მე უკვე შეიძლება მოგებადაც იფიქრონ. ცოტა ცუდად მოგებული აუტი, განმოვარდნილი ბურთი და აქ ქაოსია. აი ქეხვიშვილი საფრთხე თუ აქ თუმცა შებუჭეს. ნებისმიერ მომენტში ქეხვიშვილი ელოდები რომ რაღაც სადღაც გახსრება. აქ უკვე ალბათ დააგზელებს ხუროშვილი. ნუ ხუროშვილი ფაქტობრივად შეუსულად თამაშობს ხოლმე. ძალიან გამოირჩევა. აქ რა ხდება? ცოტა ქაოსია, ვერ გავიგეს იმხლე გითხრათ. ვისადა ბურთი ვისად. კამერაც ვერ მიყვა და და ისეთი კუთხეა, რომ ძალიან ძნელია გაიგო. კიდევ ერთი მსგავსი სიტუაცია ისე ბარბაკაძე. შეგვიძლია სწრაფად წამოვიდა და შეაჩერეს. აი ეს მაისურადაც უყურს ხომ ეს ტექნიკურად შეწუხება. და გადაყარა ლელომ? აქში. არა. ჯარი გვერდიდან შევიდნენ კი ბატონო. მოუარეს პირდაპირ კორიდორიდან არ გაუვლიათ და აი დაუშვა ლელომის შეცდომა, რაც არმიას აძლევს რაღაც პატარა შანსს. არა ვერ გადაიტანა. თუ გადაიტანა, რა ქნა, საიკუთკი არ გონდა საერთოდ. აი ესე არაორდინალურად დაიჭირა, როგორც აი დავით ინიაშვილს უყურს ხოლმე ეს მსგავსად ბურთის დაჭერა. ყინვალი დარტყმა, რაღაცა არანაირი კუთხე იქ არ იყო და როგორ მოახერხა 5 მეტრიანში ჩააგდო ბურთი. პირდაპირ და რითაც შეუძლია თამაში. ხო, თამაშის მოგება ეს იქნება, ანუ ეს რა თქმა უნდა მოლია და დამსახურება მოლის, მაგრამ თუ ეს მოლი ააგო არმია, მაგ ნინძისშვილი იქნება ამ ლეულში თავარი ესე. ვიტყოდი არაფრიდან 5 მეტრიანი აუტი მოუტანა არმიას. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დღევანდელ მატჩში. აბა? კი, ნახოთ თუ ახდება ლელუის ისინი აწუხებდნენ 5 მეტრიანშიც, ამჯერად არ ახდნენ. და აქ რაღაცა კარგი მოძრაობა კი, კარგი მოლია, სადარი ბურთი. აი მე მგონი ეხა უკვე აღარა კარგი მოლი თუ არის. კარგად იცი, მაგრამ ბევრი არმიელი შევიდა ისევ შეუყოვნეს ეს მოლი. ბურთი სადაა, ბურთი ეს არის და მე მგონი არაფერი. აი ჩაიხურა საბოლოოდ. დაიცვაფს ყიმალეთ თავი და ჩაიხურა. რა მომენტში დაიცვა ლეომ თავი? ხო. მცირე კიდე. მე მგონი სულა ხო, ნუ არა უშავს. ამ ქარის პირობაზე. გარეთ გაკიდევაც, ალბათ უფრო დაბალი ტრაექტორით უნდა დაერტყა. ხო, კი, მაგრამ ესე ვიტყოდი აქ თუ ლელო არ დაჯარიმ და კარგად იცავენ თავს და ასე რომ აქ ამოსვლა იყო მნიშვნელოვანი რაღაცნაირად. 22-დან გამოვიდეს ლელო აქ წესით. ჯარიმა არ უნდა იყოს ესევალებად. თუმცა ნახოთ არმიაც არ ჩამოწოთ შეუტიონ თელ თამაში არ გამოდიოდეს რაღაც, მაგრამ უცებ გამოგივიდეს. მაგრამ არა მოიპარა ლელომ. ხუროშვილი გას ფეხზე მაგრად. რაი არა და ატანა ქევხიშვილს კონჩეტევაზე მოდის ლელო. ამას მიჩვეულები ვარ და ხშირად გვინახავს ქევხიშვილის ასეთი გარღვევები. ნახოთ, აბა არ უნდა გააჩეროს ბურთი და აი აქ დიდი შანსი რო ყვითელი. მაგ ვის გადაუკიდა? ისევ ლელოს ხო არა, ხარა და კი ბატონო. ვინ იყო საინტერესოა? ხო, 9 ნომერი იყო? ხო, კი ბატონო, ესე აღვნიშნე რომ არ ერიდება ხოლმე ის. ზავს თამაშს და არაერთხელ დაასჯილა ყვითელი ბარათით, ხო, აქ საინტერესო რაჭირს. აი აქ ლელოს
შეუულია რომ კარშიც დაარტყას. კარებს ჩვენ აქ ჩემი აი როგორ გააწყვეტილება იცი? ლელოს ამ ორი თამაში ერთი თამაში მე მგონი ბონუსი სჭირდება მოგება და აი ბონუსი აქ ბონუსი არ არის აქ იმაზეა რომ ლელო რო გაიტანოს ნუგეშის სკოლა აღარ იქნება არმიას ხო და ეხლა ჯარიმ რო გაიტანოს ნუგეშის სკოლის ზონაში რჩება არმია მაგრამ კარში ურტყავენ ხო კარში ურტყავენ მიიღეს უკვე გადაწყვეტილება ну რა თქმა უნდა ეხლა ეს დაანგარიშება დამიჯერეთ თვითონ გუნდები უკეთ ანგარიშობენ რა ჭირდებათ და რა როგორ და ეს გათვლები კეთდება ხო, მაგრამ აი შენ რაც აღნიშნე ახლა ხო, ანუ ისეთი ქულა შევიმთავ და იმიტომ რომ ქუთაისში ბონუს ქულაზე თამაში მოგები ან მაგრამ ნუ არ ვიცი ეს კარგად უნდა დავითვალოთ ჩვენ ყველაფერი ზუსტია და ნუ 17 და ლელო ამ თამაშს უკვე დიაბათობით აღარ წააგებს ხო, ალბათ უფრო ლელოს ხვამთან აქვს გათვლა გაკეთებული რადგან არმიას 9 ქული ჩამორჩებიან ისინი ხო და ხვამსაც ჩამორჩებიან 8 ქული ხო და ხვამს ხო შორი ხა აიღოს რაღაც ქულები აი რა მაგ თამაში ბევრი რამე იქნება დამოკიდებული აქ რა ხდება დაუვარდაბურთი არმიას ნუ ახლა უკვე აქ ლელომ სადა რომ და სადა გააკეთა რომ 7 გოლამდე გაზარდა ესე ვთქვათ ნახევარი ნაბიჯით მოგება გაიფორმა რადგან აი ესეთ ამინჩი სულ არმიამ ლელო გაიტანოს და თუ მოახერხეს ლელოს გადაარა და კიდეში თუ გაიტანეს ანუ ძალიან გართულდება მოვლიდან დადებულის გადასახვა ძალიან რთული იქნება კი ვთქვათ რომ მაინც ახლა არ ვიცი ყველაფერს შეიძლება მოხდეს ბოლოს მაგრამ მაინც დღეს უკეთეს გუნდი იყო ლელო კი უკეთ უტევდნენ მაინც აკონტროლებდნენ ხო და ამიტომ დამსახურებული იქნება ეს გამარჯვება თუმცა გავიმეორებ ჯერ არ დასრულებულა თამაში ნახოთ აი მოიგეს კარგად აუთ გიგოლაშვილი ახდა აი ხა მოლიწავიდა რა ხდება ამოაცალეს და აქ ლელო წამოვა კონჩეტევაძე ზღუდაძე გადააწოდა ქევხიშვილს ანუ თამაში აფციაური ირმეს განზე ნებისმიერ წერტილში საფათოა აფციაური რა მოძრაობა გააკეთა გორი მუშაობა იყო ფეხების და დაარჩა მაინც ფეხი ვაქს პანდერაშვილს ხედავ რომელიც საერთოდ ფრთაზე არის შემოსული და როგორი შეცდომა გელაშვილისგან აპესაძე აქ სტრაფად უნდა გაიტანონ აი ეს პანდერაშვილის 9 ნომრობა სად გამოადგათ არ უნდა ითამაშონ ბურთზე აქ ხუროშვილი აიშალა აფციაური ჩიქოვანი სადაც არის სივცე ოფლოუტია გააკეთა რა კარგი იყო და რა ხდება ხაშიაძე რა ქნა წაწობთი ხო რაც თქოს აპელირებდა კიდევაც აფციაური რაღაცაზე არა აქ რა ხდება ჯარი თელ თამაში ერთხელ შორის აფციაური რა სულ რაღაც საპროტესტებს ნახოთ რას იზავს არმია ახლა დაასრულებს იკმარებენ ნუგეშის სკოლას თუ იფიქრებენ მოგებას დაკარგეს თუ ხო არა არმიას აქ არა რა ხდება ხო ცოტა ჩანს ხო ვერ მივждევ ხდება არ ხელთ მოდიან ამ რა გითხათ ახლა ეს რთული ამბავია ძალიან ნუგეშის სკოლას არ დაკარგონ მექვაბიშვილი გიორგი მექვაბიშვილი მაგ რა ვინ იყო ჭეიშვილი მარტოა აქ დადგა ფეხი კი დადგა და დასრულდა კი ბატონო 17-10 ლელომ გამოუგო არმიას და დაიტოვა მცირე შანსები პლეიოფის ხოლო არმიამ აიღო ნუგეშის სკოლა და ფაქტობრივად განაღდებული აქვს ეს 6-ეული თუმცა მათ რა თქმა უნდა ეს მე-4 ადგილი ნდომოდა და აი მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში ეს ცუდი შედეგი ეწაგება კი ბატონო აი ეს იყო და ეს და 18 საათად 0-ზე გაიმართება ხვამლისა და ხარების დაპირისპირება მოკლედ მე-17 ტურის ბოლო მატჩი იქნება ხვამლი არენაზე იოსებ ჯაფარიძე სერგო გაბუნია ამით გემშვიდობებით კარგად ვანდებოდეთ